გამარჯობა, ჯაო. გამარჯობა. ჰა, აბა, რა მოგვატყუეს? მეხუთე ადგილი. ამ თემას წინა გადაცემებში შევეხეთ. ამიტომ მეხუთე ადგილი, თორე ისე პირველ ადგილსაც იმსახურებს. ვიცით ყველამ საქართველოს ნოემბერში გახდება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაზეც მამუკა ბახტაძემ განაცხადა. წლის ბოლოს ჩვენ ხვდებით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც ჩვენ გავატარეთ. სინამდვილეში პრეზიდენტი ქვეყნები 6 თვეში ერთხელ ანბანის მიხედვით იცვლებიან. ახლა ფინეთია თავმჯდომარე F, შემდეგ იქნება საფრანგეთი, France, შემდეგ საქართველოს G, ჯორჯია. ჯავახ, გამორიცხავ რომ ბახტაძემ უბრალოდ არ იცოდა. ანბანი? არა. ანბანის მიხედვით რომ გადადის. იგრე მოატყუეს რეფორმები დაგვიფასესო. ქვეყნის პირველი პირი ხარ რომ მაგას ატყუებენ. რატო ვერ მოატყუებდნენ ამას? მიშა, გულს ნუ მიჩუყებ. კარგი. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი ზაქარია ქუცნაშვილი. დღევანდელი განვითარების ტემპით უსწრებთ ევროპულ სახელმწიფოებს. გერმანიის მუშიპუს განვითარების ტემპი არის 1.17%, ჩვენი 4.5%, დიდი ბრიტანეთის 2%-ს არ აღემატება, ხოლო აშშ-ს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების ტემპი 1.2%-ია. გასაგები. ანუ იდეაში სიმართლეა, მაგრამ ნუ სად გვატყუებს ახლა? წარმოიდგინე, შენ გაქვს ხელფასი მილიონი. კი ბატონო. მე მაქვს 1000 ლარი. კი ბატონო. შენი ხელფასი გაიზარდა 1%-ით, ჩემი 100%-ით. შენ მოდი ხარ და მეუბნები. მე 1%-ით გავიზარდე ხელფასი, ჯავახ. შენ 100%-ით გაგიზარდე, რა არ მოგწონს? აუცილებლად ჩაქვსვამ ამ რუბრიკაში. ეგრე თუ მოხდება. ნუ ეს ახლა პრინციპში ზაქროს ამბავში ტყუილი არაა მთლად. რიცხვებით მაიმუნობაა უბრალოდ. მიშა, ვინაიდან ცალკე რუბრიკა არ მაქვს, ტოპ 5 რიცხვებით მაიმუნობა. აქ ჩავსვი რა. კარგი, მესამე ადგილი. მესამე ადგილი არის საერთაშორისო ტყუილი. ო, ჩვენ ხო საერთაშორისო ამბებსაც ვეცნობთ. საერთაშორისო ამბები ძალიან. მანდაც უნდა დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან. მესამე ადგილზე მოკლედ ასეთი ტყუილია. სოციალურ ქსელებში მასობრივად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა მეორედ. ესეთი ინფორმაცია იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს დაიბომბაო, გადაიწვაო და აღადგინესო. ახლაც იმედია ასე მოხდებაო და თან ამ ნიუსთან ერთვის ფოტო. აჰა. როდესაც იწვის ტაძარი და ამ ფოტოზე გამოსახულია რეიმსის კათედრალი. სინამდვილეში, რომელიც შემოგვასაღეს როგორც პარიზის ღვთისმშობლის. ვითომ ეს და სინამდვილეში პირველად დაიწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. რაში დასჭირდათ ასეთი ტყუილი? დაამშვიდეს ხალხი რა. ეგეთები გადამწვარაო, ვერ ეტყოდნენ. იმიტომ ეგეთი რა არის სამყაროში კიდე ბევრი. ეგეთები გადამწვარაო, ვერ უთხრეს, მაგრამ ეგ გადამწვარაო ადრეო. ვის ინტერესებში შედის ასეთი კამპანია? მიშა, ხა მე კვლევარი ვარ, ხა გამომძიებელი ხო არა ვარ. თუ გინდა პირად კონტროლზე ავიყვან ამ საკითხს. პირად კონტროლზე ვიცით როგორ სტავდება ხოლმე. მეორე ადგილი ჯო. მეორე ადგილი უნდა დავიწყო ბოდიშით. წინა კვირაში ვისაუბრე ამ თემაზე. ხო. ამ გადაცემაში და ერთი რაღაც გამომრჩა, ანუ მეც მომატყუეს. რა კარგი აღიარება. უბრალოდ არ მივაქცია ყურადღება. მოკლედ, პრესის თავისუფლების სოფლიო ინდექსში საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა და გადავიდა მე-60 ადგილზე. 61 და მე-60-ზე მახსოვს ჩვენ ვილაპარაკეთ. ეს არის სიმართლე. ხო. ეხლა რაში ვატყუებენ? უბრალოდ რა არ გაშუქდა. ოკეი. და რას არ მივაქცია მე ყურადღება. გასულ წელს უკეთესი ქულა გქონდა. ანუ ის ხო ადგილებიც არის და ქულებიც. უკეთესი ქულა გქონდა შარშან, ანუ შარშანდელთან შედარებით საქართველოში პრესის თავისუფლების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ სხვა ქვეყნებში, ზოგიერთ ქვეყანაში ისე გაუარესდა, რომ ჩვენ ერთი საფეხურით წინ წავედით. გასაგები, ამ დაახლოებით მეტოქერო ფეხბურთში არ გამოგიცხადდება და 3-0 მოგება რო ჩაგეთვლება, ეგეთი ამბავია? უფრო როგორი, იცი, აი, ღამით ქუჩაში რო გცემენ. ხო.
და მეორე დღეს რო გაიგებ ინფორმაციას, რომ იგივე ქუჩაზე ვიღაც გააუპატიურეს და ძალიან ბედნიერი რო ხარ. გადაარჩია. ეგეთი ინფორმაცია. კარგი. პირველი ადგილი ჯო. პირველ ადგილზე ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს. მონოლოგში ისაუბრე ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელზე, რომელმაც გაგვაკრიტიკა, რომ ევროკავშირის EUTOS და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებთ და გულდაწყვეტილი ვარო. გია ვოლსკიმ უპასუხა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. ციტირებ. ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ის წუხს იმაზე, რომ უმრავლესობისა და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა ერთმანეთს. ჩვენც ვწუხ ვართ. პირდაპირ ეგრე ამბობს, რომ ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ. უკვე ტრადიციულად სამწუხარო ნოტზე დაგემშვიდობები მაშინ ჯავა. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ ჩვენი გვერდი. თუ არ მოგეწონათ, მაინც დაალაიქეთ თქვენი რამე.